ისევით მოქალაქეებს, აღმასრულებელს, ჩემს კოლეგებს, მედიის წარმომადგენლებს, მე მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ქართველის მრწამსით, ცხოვრებით, ეროვნულობით, ტრადიციების დაცვით იმ კაცის არჩევა, როგორიც არის ბატონი მიხეილ ყაველაშვილი. ულოცავ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს, რომელიც თავის ინსტიტუტს დააბრუნებს კონსტიტუციაში, კონსტიტუციის ფარგლებში, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, რომ ის გასულია საერთოდ კონსტიტუციიდან, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და მომსახურების ზონიდანაც. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ბევრი შეიძლება კითხვებიც არსებობდეს, მაგრამ პირველი და მთავარი პრეზიდენტისთვის არის მშვიდობის დაცვა ქვეყანაში, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და არაფრის ფასად ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ წასვლა. და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს კაცი არის ის ადამიანი, რომელსაც თავისი ცხოვრება, მთელი თავისი მოღვაწეობა ქართული ინტერესების დაცვაშია გატარებული და დარწმუნებული ვარ ის ქვეყნის გაერთიანებაზე, ადამიანების გაერთიანებაზე, რაც დღეს სამწუხაროდ არის ძალიან რთული საყურებელი, რომ გაყოფილია ქართველიერი ორად, აი ამის გაერთიანებაზე იზრუნებს და დაიცავს ჩვენს უზენაეს კანონს, კონსტიტუციას და დარჩება ამ ჩარჩოში. ეხლა რაც შეეხება ბოლოდროინდელ მოვლენებს. მე დიდი ხანი ამაზე რა თქმა უნდა არ გამიკეთებია გამოსვლა, მაგრამ აუცილებლად მინდა გავაკეთო ერთი რამ. საქართველოს პრეზიდენტი, ეგრეთ წოდებული, უკვე დამთავრებულია ვადა, მაგრამ მაინც ებღაუჭება სკამს, რომელსაც ქვია დედა, რომლის შვილები ძალიან თბილად ყავს მოკალათებული მას სხვადასხვა ქვეყნებში, ის მოუწოდებს ბავშვებს გამოვიდნენ აქციებზე და რადიკალის უყურონ მათმა. სკოლებში შედიან რუპორებით, არ ეკითხებიან მშობელს, არ ეკითხებიან პედაგოგს, სურს თუ არა მას, მისი შვილის მესამე კლასის და მეოთხე კლასელის აი ამ რადიკალიზმში ჩართვაში, რომ მიიღოს მონაწილეობა. და ადამიანი, ბავშვი, რომელსაც 9 წლის იყო, 8 წლის იყო, რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენი თვალით უყურეთ, რომ ქვას ესურის, პოლიციელს სამართალ დაამცავს და აქტას უკრავს ვინმე დაიწონეს ამას და მე ყველა ერთად ვიშვიშებთ, რატო გვყავს თურმე მოძალადე ახალგაზრდა თაობა. ბოლოს ის მოუტრიალდება ისევ საზოგადოებას, ისევ მის ოჯახის წევრს და ამიტომ მიუმართავ ყველა მშობელს. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვები აი ასეთი რადიკალიზმში, არათუ ჩართვისგან, ყურებისგანაც კი. ბავშვებს მივცეთ განათლების საშუალება, მივცეთ სწავლის საშუალება, შევქმნათ აქ მაქსიმალურად კარგი პირობები და ჩვენ გვჭირდება ძალიან კარგად აღზრდილი თაობა, რაც რა თქმა უნდა, ჩვენ არც გვაკლია, არც და გვაკლდება, მაგრამ ძალიან წუხარ იქ დგომ ახალგაზრდებზე, ვინც ამას უყურებს. ეხლა რაც შეეხება იმას სამართალდამცავებზე და გადაცემებზე აქ რაღაცებზე ლაპარაკი. ჩვენი უპირობო მხარდაჭერა ყველა სამართალდამცავს, ვისაც როგორ პირობებში უწევს, აი რეალობაში არ გაყურებინოთ არავის რა. საოცარი თმენის ვალდებულებით, საოცარ ბულინგზე, საოცარი შეურაცხყოფის ხარჯზე ისინი იცავენ სახელმწიფო ინსტიტუტს, რასაც ესენი გადაწვას, გადაბუგვას უპირებენ. სკვერები გაანადგურეს, ხეები გაანადგურეს, ძელსკამები დაწვეს, პარლამენტის შენობას დაუშინეს, თითქოს ქვემეხების ტოლი, მოლოტოვის კოქტეილები და თუნდაც პიროტექნიკა. და დღეს გველაპარაკებიან ესენი, რომ ესენი თურმე არიან წყალებში მშვიდობიანი მომიტინგეები. ეს ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ და ამიტომ ყველას ვთხოვ, დაიცავით წესრიგი, მშვიდობიან პროტესტს არავინ არ არბევს, გვაქვს ბოლო დღეებში მშვიდობიანი პროტესტები, პირიქით დავთმეთ, ნაძვისხეც არავანთეთ, რომ იქ შეხლა შემოხლა არ ყოფილიყო და თქვენ რას ფიქრობთ, ჩვენ ახალ თაობას, ჩვენს ქვეყანას, ვინმე ახალ წელს უნდა ართმევდეს? მე მგონი არა. ყველა ბავშვს უხარი ახალი წელი, ყველა მოზარდს, ყველა თაობას და აუცილებლად თბილისშიც და საქართველოშიც ახალ წელს ვიზეიმებთ, ისე როგორც ეს გვეკადრება ჩვენ და ჩვენს კულტურას. და ყველაზე მთავარი
შეგვაჩვიეს ნელ-ნელა ეკლესიაზე შტურმს. შეგვაჩვიეს ნელ-ნელა მამავების ლანძღვას. შეგვაჩვიეს ნელ-ნელა პატრიარქზე თავდასხმას. რასაც ქართველი ხალხის 90% და ამასაც მინიმუმს ვამბობ, იმიტომ რომ ის 10% გონია რომ გულში მაინც პროტესტს გამოაცხადებს მის გულში. თუ მას საერთოდ საქართველოში უცხოვრია, თუ მას ოდნავ ქართული სისხლი აქვს, რომ ეკლესიაზე შტურმს ქართველი ხალხი არასდროს არავის არ აპატიებს. ამიტომ არის რომ არავინ არ უდგას მათ გვერდით. რადიკალიზმი დაამთავრეთ. ეკლესიაზე შტურმი დაამთავრეთ. ჩვენს ტრადიციებს ეცით პატივი, ეცით საქართველოს პატივი, ეცით ეროვნულობას პატივი, თუ ოდნავ მაინც შობელთან მაინც გაგივილიათ ეს ყველაფერი, მე მერწმუნეთ, დაფიქრდით კარგად, რომ არასოდეს არავისთვის კარგი არ მოუტანია ეკლესიასთან და ქრისტიანობასთან ბრძოლას. და მე არ მინდა უსურვო ვინმეს ცუდი, უფალმა გაპატიოთ ყველას, მაგრამ ის რიტუალები რაც ჩაატარეთ, ის მჩხიბავები რაც მიიყვანეთ, ის უფლის მაცხოვრის სურათით რაც დაწვით თქვენ და ამას ვინც ტაშს უკრავდით, ამას ვინც ყიჟინით შეხვდით, ყველა ხართ არამორწმუნე, ყველა ხართ არაქართველი და არც ერთი არ იცავთ ქართულ არც ტრადიციას და არც საქართველოს მოსახლეობის ინტერესს და არც საქართველოს ინტერესს რა თქმა უნდა. ამიტომ შეეშვით ყველას დაგვამახსოვრეს ნაც მოძრაობამ ეკლესიის რბევით შემოსულა ამ ქვეყანაში. ხელისუფლებაში მოვიდნენ ეკლესიების რგრევით და პოლიტიკას დაამთავრებთ და ძალიან ცუდად ეკლესიებში შეჭრით. აი ეს მინდოდა მეთქვა ყველა ქართველისთვის, ყველა ჩემი თანამოქალაქისთვის და მე მადლობა იმისთვის მომეცა საშუალება რომ მე ავირჩიე მე-6 პრეზიდენტი ნამდვილად ქართველი, ღირსებით სავსე და ღირსეული ჩემ ხელმძღვანელთან ერთად და ჩვენ წარმოვადგენდით ქუთაისს. მე ვიამაყებ, ჩემი თაობაც იამაყებს და ვინც ამ მხარეზე დგას და სიმართლის მხარეზე, ყველა შვილები და შვილიშვილები იამაყებენ. იკითხოს იმან, ვინც ისეთ რამეს აკეთებს, რომელიც ქართველს არ ეკადრება და არც საქართველოს არ ეკადრება. მადლობა. მე მინდოდა